Hola, მე ვარ რამაზი და გასწავლით ესპანურს. მე არა ვარ პროფესიონალი მასწავლებელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ შემიძლია გაგიზიაროთ ის ცოდნა, რომელიც მაქვს, ასე რომ დავიწყოთ. ეს არის ესპანური ანბანი. ალბათ არ გაგიკვირდათ, რომ დაინახეთ ლათინური ასოები, ხო? ყველა მისედაც ვიცით, რომ ესპანელები ასეთი ასოებით წერენ. განსხვავება არის მხოლოდ ბგერებში, ზოგიერთი ასო გამოითქმება უფრო სხვანაირად, ვიდრე სხვა ენებში. ამიტომ ეს უნდა განვიხილოთ ჩვენ პირველ რიგში. A და B-ს არ გავივლით, იმიტომ რომ A არის ჩვეულებრივი A ესპანურ ენაში. ესე ხო? A არის, ყველა შემთხვევაში არის A და B-ც ესევე ყველა შემთხვევაში B არის. ისეთი ბგერა როგორი გადავწერე. ესეც ჩვეულებრივი B არის, ანუ ისეთი B, როგორცაც B ბგერა, როგორცაც ჩვენ წარმოვთქვათ ქართველები. პატარა სხვაობა შეიძლება არის. შეიძლება კიდე არის რაღაცა ნიუანსში სხვაობა, რომელთაც არ გადაგხდით ახლა განსაკუთრებით. და C არის ასო მესამე, რომელიც ოდნავ განსხვავებულ ბგერას გამოსახავს ესპანურ ენაში. ეს არის C, ანუ რაღაცნაირი უფრო სხვანაირი, ხო? ანუ როდესაც ამ ბგერას წარმოთქვავთ, ენის წვერი უნდა რაღაცნაირად შეახოთ ზედა და ქვედა კბილებს შორის ღარს. და ისე წარმოთქვათ C, ოღონდ ძალიან არა ვთქვათ ისე არა როგორც ინგლისური th არის, ხო? აქ ენა ძალიან ცოტათი გამოდის კბილებს შორის. აქ უფრო რაღაცნაირად თხელი C არის უფრო, აი ენა უბრალოდ შეახეთ ღარს ზედა და ქვედა კბილებს შორის და C, აი ესეთი ასო არის ესა, C. ეს არის ასო, რომელიც ორგვარ ბგერას გამოსახავს. როდესაც ამ ასოს სიტყვაში ნებისმიერ შემთხვევაში მოსდევს E ან I, ასეთ შემთხვევაში ეს არის ბგერა S, სენა და სინე. ვახშამი, კინოთეატრი. ამ სიტყვების დამახსოვრებით განსაკუთრებით თავს ნუ გადაიღლით, იმიტომ რომ ამ სიტყვებს ისედაც გავივლით ჩვენ მოგვიანებით. ხო და ეხლა არ ამგონი ახლა ამის დამახსოვრება რამეში გამოგარგეთ. ეხლა უბრალოდ მაგალითები მომყავს, როგორ იკითხება ესა თუ ის ასოები. სენა, სინე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც ბგერას ეს და ის გარდა რომელიმე სხვა ასო მოსდევს, ეს არის ბგერა K. მაგალითად კამა, ბანკო, ან შეიძლება მოსდევდეს თანხმოვანი კლიმა, ხო? ან ისეთი სიტყვა დავწეროთ, რომელშიც ორჯერ არის ასო C და ერთხელ K არის, მეორეც მაგალითად კარცელ, ციხე შორს ჩვენგან, სირკო, ცირკი და ასე შემდეგ. აი ესე და კიდევ ერთი შემთხვევა ბგერა C-თვის, ეს არის, როდესაც მას მოსდევს ასო H. ასეთ შემთხვევაში აი ეს ორი ასო ერთად ქმნის ბგერა Ch-ს. ქართულში Ch. ყველა შემთხვევაში არის Ch, C და H. კოჩე, ავტომობილი, მსუბუქი ავტომობილი, კოჩე. გადავედით სხვა ასოებზე, A, B, C, D, ჩვეულებრივი D არის, არაფრით არ განსხვავდება, B-ს მსგავსად პატარა ნიუანსში, მაგრამ ახაც დიდი მნიშვნელობა ამას არ აქვს. E არის ჩვეულებრივი E, როგორც ჩვენ ვამბობთ S, ისევე ამბობენ ესპანელებიც ზუსტად. F, ეს ბგერა ქართულენში არ აგვაქვს, მაგრამ ადვილად გამოვთქვათ ქართველები F, ხო? და ეს არის ასო X. ეს ასოც C-ს მსგავსად ორ სხვადასხვა ბგერას გამოსახავს. ერთი არის ბგერა X და მეორე არის ბგერა G. X არის, როდესაც ამ ასოს მოსდევს E ან I. gente, gitano,
gente ხალხი ხიტანო ბოშა ყველა სხვა შემთხვევაში ეს არის ბგერა გ გუშანო გორიონ გუშანო მუხმუხო გორიონ ბეგურა შემდეგი ასო აჩე ეს არის ასო რომელიც არ გამოითქმის არასდროს მაშინ როდესაც დამოუკიდებლად დგას ოლა გამარჯობა ოლა იკითხება ეს არ გამოითქმის ადრე გამოითქმებოდაო ამბობენ ესპანელები და მე რაღაცნაირად ეს ჩაიყლაპა და ეხლა შემორჩა თვითონ ასო ზოგიერთ სიტყვაში იწერება ოლა აი როგორც ოლაში იწერება მაგრამ არ გამოითქმის ასე რომ ესეთი სიტყვები რომელიც შეიცავს ასო აჩეს უბრალოდ მოგიწევთ რომ დაიმახსოვროთ რომ აჩეთი იწერება სხვანაირად ისე ვერ განსაზღვრავთ ყურით კონკრეტული სიტყვა აი შეიცავს თუ არა ამასოს აჩეს ხო ნუ სესთან ერთად რომ ბგერა ჩს წარმოქმნის ეს უკვე განვიხილეთ ი არის ჩვეულებრივი ი არაფერი განსხვავებული ეს არის ამასაც ქვია ხოტა და ყველა შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში არის ხ არა აქვს მნიშვნელობა რა მოსდევს მას შემდეგი ასო შეიძლება ნებისმიერი ასო მოსდევდეს როგორც ხირაფა მაგალითად ჯირაფი ასევე ხაბონ მაგალითად საპონი ან ხუისიო რომელიც ნიშნავს გონებას არის ასე შემდეგ ეს არის ყოველთვის ხ კა ეს არის ასო კა რომელიც ესპანურ ენაში საერთოდ არ გამოიყენება უпростоრად არ გამოიყენება სუფთა ესპანურ სიტყვებში გამოიყენება მხოლოდ ნასესხებ სიტყვებში უცხო ენებიდან ნასესხებ სიტყვებში როგორც არის თქვა ბერძნულიდან კილოგრამი კილოვატი და ასე შემდეგ ან მაგალითად უცხოურ საკუთარ სახელებში როგორც არის კევინ თუ ადამიანს კევინი ქვია ეს კევინს ესპანელებიც ამასოთი დაწერენ არაფერს არ შეცვლიან იმიტომ რომ ეს საკუთარ სახელია და ესე ასე შემდეგ გავიარეთ მოკლედ ელე ჩვეულებრივი ლ არის ოდნავ უფრო რბილი აი მაგალითად ზოგიერთი ლაპარაკობს ქართულად რბილი ლთი იმ რბილი ლთი რომელსაც არ მიესალმებიან საქართველოში ზოგადად იცით ეს საქართველო ხო ამ დროს ესპანურ ენაში სწორედ ეს რბილი ლ არის ნორმა ანუ მაგარი ლ როგორც ჩვენ გვაქვს ლ მაგარი ლომი ხო ვამბობთ აი მაგარ ლს ესეთი ლ ესპანურ ენაში არ აქვს ესპანურ ენაში აქვს მხოლოდ ის ლ რომელიც ქართულში მიიჩნევა ცუდ ტონად ასე ვთქვათ მაგალითად ლორკა ლორკა არ გამოითქმება ეს როგორც ქართული ლორკა იქნება ანუ ეს ცოტა თვითბილად და ასო ელეს აქვს კიდევ ერთი ფუნქცია ორი ერთად როცა არის ელი ამ დროს არის ეს კიდევ უფრო რბილი ლ აი მეგრული რბილი ლ რო არის იმაზე უფრო რბილი კიდე ელje იდეაში ეს არის რბილი ლ შეიძლება სიტყვის დასაწყისში წვდებოდეს და ამიტომ ერთი დიდი მეორე პატარა ხო მაგალითად ავიღოთ ესეთი სიტყვა ლიუბია წვიმა ეს არის იდეაში რბილი ლ ძალიან რბილი ელje მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ესპანეთში და არა მარტო ესპანეთში სხვა ესპანურენოვან ქვეყნებში ტენდენცია მიდის ახლა რამდენიმე წელია უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო ეს ტენდენცია რომ ეს გამოითქმის არა როგორც რბილი ლ არამედ ეს ბგერა ლ საერთოდ იკარგება გამოთქმისას და არის არა ლიუბია მაგალითად არამედ იუვია ანუ ის ბგერა ლ საერთოდ დაიკარგა შესაბამისად მაგალითად ესპანური ენის წესები თუ გვეუბნება რომ ეს სიტყვა ქუჩა კალje უნდა გამოთქვათ კალje ანუ რბილი ლთი ძალიან ხშირად ესპანელები და სხვა ესპანურენოვანი ხალხი ამბობენ კაიეს უბრალოდ კაიე იუვია ხო და ასე შემდეგ ასე რომ ეს თქვენ გემოვნებაზე არის დამოკიდებული თუ თქვენ გსურთ რომ ეს გამოთქვათ ეს ორი ელი როგორც რბილი ლ მაშინ შეგიძლიათ თქვათ კალje იუვია
მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ იტყვით კაია და იუვია, არაფერი არ დაშავდება და ამისთვის არავინ არ დაგიჯით. ასე ვთქვათ. ემე ჩვეულებრივი მა არის, არაფრით არ განსხვავდება, ენიც ჩვეულებრივი ენი არის და ენის მერე მოდის ესეთი სუფთა ესპანური ასო, რომელიც არის ენე, რბილი ნ. ესპანია შეხვედრიათ ალბათ, ხო ესეთი წარწერა ხშირად და ბევრჯერ გიფიქრიათ ეს რას ნიშნავს. ეს არის რბილი ნ, ნ, ესპანია. ო ბ ჩვეულებრივი ო და პ კუ ეს არის ასო კუ, რომელიც ასევე საკმაოდ საინტერესო ასოა, ის დამოუკიდებლად ცალკე მდგომი, ანუ არ გვხვდება ესპანურ ენაში საერთოდ, მას აუცილებლად მოსდევს ასო უ. კუ და უ, კუ თუ სადმე თუ შეხვდათ, მას აუცილებლად მოსდევს უ და ასეთ შემთხვევაში უ არის მუნჯი, არ იკითხება. ეს ასოთა შეთანხმება უბრალოდ ასრულებს დაახლოებით ასო კას ფუნქციას სხვა ენებში რო კა არის, ესე იგი ჩვენ შევთანხმდით ხო წეგან რომ ასო ს იკითხება როგორც ასო ს იკითხება როგორც ბგერა ს იმ შემთხვევაში როდესაც მოსდევს ე ან ი, ხო? მაგრამ საქმე იმაშია რომ ესპანურ ენაში არსებობს სიტყვები როდესაც ბგერა კ-ს მოსდევს ბგერა ე ან ი და ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ სწორედ აი ამას. ანუ თუ ჩვენ გვაქვს სიტყვა კესო ყველი ესე ვერ დავწერთ, იმიტომ რომ სესო გამოვა, ხო? ჩვენ უნდა დავწეროთ კესო, ხო? ჯერ ხო ზეპირ სიტყვიერება იყო და მერე მოიგონეს და დამწერლობა, ხო? ამიტომ კესო როგორ დაწერეს, ესე ვერ დაწერდნენ, იმიტომ რომ შეთანხმდნენ რომ სეს მერე ეს არის. ამიტომ კას არ ვიყენებთ, იმიტომ რომ კა საერთოდ შევთანხმდით რომ ესპანურ ენაში არ არის. ამიტომ ვიყენებთ ამას, კუ და უს. და ასეთ შემთხვევაში უ არის მუნჯი, არ იკითხება, კესო, აი ესე ითქმება. ყველი კესო. ან კინტო მეხუთე. ასე შემდეგ. ერე ჩვეულებრივი სიტყვის დასაწყისში უფრო მძაფრად გეგონება ორი რ არისო. რუედა. ო სიტყვის შუაში თუ არის ტორო, მაშინ ჩვეულებრივი ერთი რ არის. ესე ჩვეულებრივი ს არის, შეიძლება ცოტა უფრო შიშინა ვიდრე ქართული ს, მაგრამ ამასაც განსაკუთრებით თავს რომ მოიკლავთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ს გამოთქვათ ისე როგორც არის ს. ტე ჩვეულებრივი ტე უზე ერთ ფუნქციაზე უსი უკვე შევთანხმდით კუსთან ერთად რო დაიწერება კუს შემდეგ მაშინ მუნჯია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში უ დამოუკიდებლად კუს გარეშე სადაც ხდება ჩვეულებრივი უ არის. აქაც ერთ პატარა ნიუანსი არსებობს, რომელსაც პროცესში შემდეგ ყველაფერს ვისწავლით. უბე ამას ვქვია უბე და ეს არის ბგერა ბ, არა ვ, როგორც სხვა ენებში, არამედ ბ. მაგალითად ბოლბერ დაბრუნება ან ბიდა ცხოვრება. დობლეუბე ესეც კას მსგავსად ესპანურ სიტყვებში არ გამოიყენება, მხოლოდ ნასესხებში. ეკის ეს არის ჩვეულებრივი ks, როგორც კონექსიონ, მაგრამ ძალიან ხშირად გამოიყენება როგორც ხ, განსაკუთრებით მექსიკაში არის ეს ტენდენცია. მექსიკის სახელი ესპანურად ესე იწერება, ხო და მექსიკელები ამას კითხულობენ მეხიკო. ხო, ეს ამ შემთხვევაში ეს არის ხ და ზოგადად მექსიკაში რომელიმე ქალაქის სახელწოდება ან რამე სხვა ტოპონიმი თუ შეხვდებათ, სადაც ეს
ასო ფიგურირებს აუცილებლად შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ ეს არის ხ მეხიკო ამ შემთხვევაში და კიდე სხვა ბევრი ის არის. სხვა მხრივ ეს არის ჩვეულებრივი x-ი, ისე როგორც ინგლისურენაში x ეს არის. ე, ამასაც ქვია ე, ასევე ქვია y-ა. მაგრამ ბოლოს ესპანეთის სამეფო აკადემიამ 2010 წელს თქვა, რომ რეკომენდაციით მოგმართა, ასე ვთქვათ, ესპანურის მცოდნეებს და ესპანურენოვან ხალხს, რომ ამ ასოს ერქვას ე, იმიტომ რომ უფრო მოსახერხებელი, ლაკონური და ასე შემდეგ. ამასოს აქვს დაახლოებით იგივე ფუნქცია, რაც რუსულ ენაში, რუსული ბევრმა ვიცით, ხო? რუსულ ენაში ხო არის ესეთი ასო i კრატკი i, ხო? ასეთივე ფუნქცია აქვს ამასოს ესპანურ ენაში. ანუ სიტყვაში ის იხმარება ისე როგორც რუსულ ენაში ის იკრატკი, მაგალითად ნაცვალსახელი მე, ё. ან ესეთი სიტყვა. თორეში playa, playa. პლაჟი. და ბოლოს seda. ეს არის ასო seda, რომელიც არის ისეთივე ბგერა არის, როგორც ეს რომ შევთავაზეთ ამასოზე, ხო? სე. ასეთივე ბგერა არის ეს, როგორც სესგან განსხვავებით, ეს ყოველთვის ც არის. სხვა ბგერას არანაირს არ გამოხატავს. და როგორც წეგან თქვით, ბგერა კ-სთან დაკავშირებით, ასევე არის აქაც, თუ ჩვენ გვაქვს სიტყვა საპატო, მაგალითად, ესე ვერ დავწერთ. იმიტომ რომ კაპატო გამოვა, ხო? ამიტომ ამისთვის გამოიყენება ასო seda, იმისთვის რომ საპატო, ას და ის წინ, როცა ბუდიში ეს და ის გარდა ნებისმიერი სხვა ასოს წინ, როცა გვაქვს ბგერა ს, ამითი გამოვსახავთ. ანუ უფრო გასაგები რო იყოს და შევაჯამოთ ეს ყველაფერი ახლა. მე ჩამოვწერ აქ ახლა შემდეგ ბგერებს. აი ბგერა მაგალითად ბგერა ს, როგორც შევთანხმდით ხო ტრანსკრიფციაში რაღაცნაირად ესე გამოისახება ხოლმე. ბგერა ს როგორ არის? სა. როდესაც ამოსდევს, ესე იწერება. სე, როდესაც ემოსდევს, ესე იწერება. სი. სო. სუ. ბგერა კ. კა. კე. კი. კო. კუ. და ცალკე გამოვიტანოთ კიდე ხ და გ, ხო? ბგერა ხ მაგალითად. ხა ესე იწერება. ხე. ხი. ხო. ხუ. ბუდიში. საკეთ გავამბობთ. ხუ და ბგერა გ. გა. გე. ამ შემთხვევაშიც უ არის მუნჯი. გს როცა მოსდევს და გს როცა მოსდევს უ და შემდეგ ეგრევე ე ან ი. გი. გო და გუ. აი ეს არის მოკლედ რომ შევაჯამოთ ბგერები ს, კ, ხ და გ რა შემთხვევაში როგორ გამოითქმება. ხო? რა ასოები მოსდევს. როდესაც ბგერა ს-ს მოსდევს ა, მაშინ გამოისახება ს და თ, ე ან ი როცა მოსდევს გამოისახება ს-თი, ო, უ, ს და თ გამოისახება და ასევე ყველა სხვა თანხმოვანი თუ მოსდევს, ან სიტყვის ბოლოშია, მაშინაც ს არის. ბგერა კ არის ესე კა, კე, კი, კო, კუ, ხო? როდესაც კ-ს მერე მოდის ე ან ი, მაშინ ესე გამოვსახავთ. სხვა შემთხვევაში ს-თი. ხ აი ესე ხა, ხე, ხი, ხო, ბოდიში და ხუ და გ, გა, გე, გი, გო, გუ. ასეთ შემთხვევაშიც აი ამას მიაქციეთ ყურადღება. ასო უ ყრუ არის ასეთ შემთხვევაშიც, როდესაც ხეს და ე ან ხეს და ის შორის ზის. აი ესე. ძალიან მოკლედ ეს რომ შეგექმნათ შაბეჭდილება ესპანური ენის დამწერლობის შესახებ. თუ დაიბენით და თვლით რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია ერთბაშად წამოვიდა, ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის
დაივიწყეთ ეს ყველაფერი, შეგიძლიათ განსაკუთრებით ყურადღება ამაზე არ გაამახვილოთ, მე უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდეთ და შემდეგ გაკვეთილებში აუცილებლად შეგხვდება სიტყვები, ბევრი სიტყვები, დიალოგები. ამ ყველაფერს რო წაიკითხავთ, ისწავლით, ბევრჯერ წაიკითხავთ, მე თქვენ თვითონ ისე მიეჩვევით ამეების დაწერას, რომ თქვენ თვითონაც ვერ მიხვდებით, რომ შეგრძნებაში გადაგივათ ეს ყველაფერი, ასე რომ აი ასე. ხო, ესე იგი გავიარეთ დამწერლობა, ძირითადი წესები, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ესპანურ ენაში გარდა იმისა, რომ არსებობს წესები, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი. ზოგადად ესპანური ენა არის ესპანელებს უყვართ როგორც ჩანს მათემატიკური სიზუსტე, იმიტომ რომ ყველა წესი არის ძალიან მკაცრი წესი და როგორც წესი გამონაკლისები არის ძალიან ცოტა, მაგრამ ეს გამონაკლისები მაინც არსებობს და აქედან გამომდინარე, რაც მე გითხარით, რომ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას, ასე ვთქვათ, ჩაიცეკლებით ამ ყველაფერზე, ყველაფერი გადაატარეთ, ძალიან მშვიდად გაიარეთ ეს ყველაფერი, არაფერი არ ხდება, თუ თვლით, რომ ბევრი ინფორმაცია წამოვიდა ერთბაშად, არა უშავს. გაკვეთილები გაგრძელდება რა თქმა უნდა და პროცესში ამ ყველაფერს მიეჩვევით აუცილებლად უბრალოდ საკმარისი სურვილი უნდა გქონდეთ ესპანური ენის სწავლის. ხო, ვფიქრობ გადავიდეთ ნელ-ნელა ძალიან მარტივი ფრაზების სწავლაზე. ისეთი ფრაზების სწავლაზე, როგორც არის მაგალითად მე ვარ გიორგი, შენ ხარ მარიამი და ასე შემდეგ, იმისთვის რომ პირველი ასე ვთქვათ შეხება გქონდეს ესპანურ ენასთან და პირველი რაღაცა პატარა ძალიან მარტივი ფრაზების გამოთქმის საშუალება გქონდეს. ამისთვის საჭიროა რომ ჩვენ ვისწავლოთ რა თქმა უნდა პირის ნაცვალსახელები. იო, ეს არის მე. პირველი პირის ნაცვალსახელი სახელობით ბრუნვაში. იო. თუ შენ El, ella, el არის მესამე პირის ნაცვალსახელი მამრობითი სქესის, ella მდედრობითი სქესის, როგორც ინგლისურში he and she. ხო, ან რუსულში on, ana. მესამე ნაცვალსახელია კიდე მესამე პირის ესპანურ ენაში usted, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ, უბრალოდ აქ დავწერე, რომ ეს ყველაფერი იყოს როგორც წესი და რიგია. Ustedს ჯერჯერობით ყურადღება არ მიაქციოთ, უბრალოდ ეს არის კიდევ ერთი ნაცვალსახელი, რას ნიშნავს ამას მოგვიანებით აუცილებლად. ეხლა იმისთვის რომ ჩვენ თქვათ მარტივი ფრაზა მე ვარ გიორგი, ან ვიღაცა, ხო? ან მე ვარ სიტყვაზე ქართველი, ან რაღაც ასეთი მსგავსი ფრაზები, ამისთვის ჩვენ უნდა განვიხილოთ ზმნა ყოფნა, ser. Ser არის ყოფნა და იუღლება ესე. Yo soy, მე ვარ. Tú eres, შენ ხარ. Él, ella, usted. Es. Ანუ soy, eres, es. Var, ხარ, არის. ადვილია პრინციპში. დამახსოვრებაზეა, ხო? ეხლა ამას შეგვიძლია მივაწეროთ ნებისმიერი სახელი. Yo soy Ramaz. მე ვარ რამაზი. Tú eres María. შენ ხარ მარია. Él es Jorge. Ella es Carmen. ხო? უსტედს მერე განვიხილავთ, როგორც გითხარით, ამას ჯერჯერობით ყურადღება არ მიაქციოთ. Yo soy Jorge, მაგალითად. Jorge ასე იწერება. Tú eres María. შენ ხარ მარია. Él, ella, usted es ვიღაცა. კიდე, ხო? მაგალითად, José, Pablo, Carmen, Julio და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად მივიდეთ რომელიმე ესპანელ გოგოსთან, რომელიც მოგწონს, ან ბიჭთან, რომელიც მოგწონს, თუ გოგო ვართ, და უთხრათ, Hola, yo soy Hola, yo soy Ramaz. გამარჯობა, მე ვარ რამაზი. მარტივია, ხო? მე მგონი არაფერი რთული არ არის. პასუხად შეგვიძლია მივიღოთ ესეთი რაღაცა. Hola, ¿qué tal? Hola, ¿qué tal?
ეს ქუ არის. Hola, ¿qué tal? ამას ალბათ მიიქცია თქვენი ყურადღება, ხო? ეს ესპანური ენის ერთ-ერთი უცნაურობა არის კიდევ. კითხვით წინადადებაში კითხვის ნიშანი იწერება სიტყვის დასაწყისშიც და ბოლოშიც. დასაწყისში ამოტრიალებული, ბოლოში ჩვეულებრივი. ეს ცოტა ყოველთვის მიჭირს აი ამ ამოტრიალებული კითხვის ნიშნის წერა. მართალი გითხრათ, მე თუ მკითხავთ, არ ვიცი რა საჭიროა. თვითონ ესპანელები ამბობენ, რომ ეს საჭიროა იმისთვის, რომ მტკიცებითი და კითხვითი წინადადება თავისი ფორმით, სიტყვების მიმდევრობით ერთმანეთისგან არ განსხვავდება და ამიტომ, როდესაც შენ რამე წინადადებას კითხულობ, ამისთვის დასაწყისშივე უნდა იცოდე, რომ ეს კითხვითი წინადადებაა. მაგრამ კითხვით და მტკიცებით წინადადებას შორის არანაირი განსხვავება არ არის სხვა ენებშიც, მაგრამ სხვა ენებში რატომღაც ეს არა აქვთ. ასე თუ ისე ამას ჩაჭიდებულები არიან ესპანელები, როგორც კორიდას არიან ჩაჭიდებულები და არაფრით არ უნდათ ეს რაღაცა როგორც ჩანს ეროვნული ასე ვთქვათ სიამაყის ამბავი არის. ყოველ შემთხვევაში მივეჩვიოთ ამას, რომ ესპანურ ენაში კითხვით წინადადებაში კითხვის ნიშანი დასაწყისში იწერება ამოტრიალებული, ბოლოში ჩვეულებრივი. Hola, ¿qué tal? ეხლა რაც შეეხება ამ ¿qué tal-ს? ეს არის ძალიან საინტერესო ფრაზა, უნივერსალური ფრაზა, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს ბევრ რაღაცას. როგორ ახარ, რა შვები, საქმეები როგორ მიდის, გამარჯობასაც შეიძლება ნიშნავდეს, თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ კითხვითი წინადადებაა, ¿qué tal შეიძლება იყოს გამარჯობაც, ანუ ვიღაცამ შეიძლება თქვა hola, ¿qué tal? შეიძლება უთხრა და იმას შეიძლება არ გიპასუხოს, კარგად, ცუდად ან რაღაცა. შეიძლება საერთოდ გაატაროს. ანუ სიტყვის მასალათაც გამოიყენება ხოლმე ეს ფრაზა ¿qué tal? და ძალიან ხშირად ხმარობენ ესპანელები, ასე რომ მე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ეს ფრაზა გეცოდინებათ. ასე რომ აი პირველი დიალოგიც შედგა ჩვენსა და ესპანელ ადამიანს შორის. Hola, yo soy Ramas. Hola, ¿qué tal? გამარჯობა, როგორ ახარ? ან გამარჯობა, რა შვები? ან გამარჯობა, როგორ მიდის საქმეები? ან გამარჯობა. გესმით ხო, ასეთი რაღაცა არის. ეხლა რაც შეეხება, ისევ დაუბრუნდეთ აი ამას. ესპანურ ენაში არის უღლებადი ზმნები, როგორც ჩვენ უკვე მივხვდით, ხო? ანუ yo soy, tú eres, él, ella es, ხო? გამომდინარე იქიდან რომ უღლებადი ზმნებია, აქედან გამომდინარე ლაპარაკის დროს ესპანელები თვითონ ნაცვალსახელებს აღარ ხმარობენ, იმიტომ რომ როდესაც შენ იხმარ მარტო ამ სიტყვას soy, უკვე ის ნათელია, რომ მე ვარ და არა ვიღაცა სხვა, ხო? Soy, hola, soy Ramas. ხო? yo შეგიძლიათ არ თქვათ. eres georgiano? ქართველი ხარ? ხო? ella es mexicana. ის მექსიკელია. ხო? ან უბრალოდ es mexicana. ხო? ეხლა ქართულ ენაშიც უღლებადი ზმნები გვაქვს, მაგრამ ქართულ ენაში როდესაც ვინმეს წარუდგენთ ხოლმე თავს, ვეუბნებით, რომ გამარჯობა, მე ვარ რამაზი, ხო? გამარჯობა, ვარ რამაზი, ხო ვამბობთ? იმიტომ რომ იქ მაინც საჭიროა ის მე. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაშიც უღლებადი ზმნები გვაქვს. ხო, მაგრამ ესპანურში ასე არ არის. ესპანურში ნაცვალსახელებს არ ხმარობენ, soy უკვე ნიშნავს, რომ მე ვარ და შესაბამისად დიალოგი უფრო შესაძლებელია, რომ წავიდეს ასე. Hola, soy Jorge. Hola, soy Jorge. Hola, ¿qué tal? Hola, ¿qué tal? კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც მე ვთვლი, რომ კარგი იქნება თუ პირველივე გაკვეთილში განვიხილავთ, ეს არის მე მქვია, შენ გქვია, მას ქვია. ესეთი ფრაზა როგორ იწარმოება ესპანურში, ამას ეხლავე აგიხსნით და მე ვფიქრობ, ეს ძალიან ადვილია და ადვილად მიეჩვევით. ესე იგი, ჩამოვწეროთ ნაცვალსახელები yo, tu, él, ella. ხო? ეხლა მე მქვია არის
me llamo შენ ქვია არის te llamas მას ქვია არის se llama ანუ me llamo te llamas se llama რეაქციაც ყურადღება რომ ამ ორ ელს მეც უფრო ხშირად ხმარობ როგორც არა ელიეს არამედ როგორც ეიეს მე არა se llama არამედ se llama უფრო მოსახერხებელია საუბრის დროს ამიტომ ესპანელებიც ამას საკმაოდ ტოლერანტულად უყურებენ ასე რომ პრობლემა არ არის me llamo ქვია te llamas ქვია se llama ქვია ეხლა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომ მე te და se ეს არ არის როგორც ქართული მე შენ და ის ეს არის წინდებულები რომლებიც უბრალოდ განსაზღვრავს რომელ პირში არის ლაპარაკი ხო ანუ თუ ჩვენ ქართულს შევადარებთ აი ესე წავშალოთ ესე მოდი და შევადაროთ ზუსტად ქართულს მაგალითად მე ქართულად დავწეროთ ხო მე ქვია ხო მე მქვია მე იქნება yo და მქვია არის me llamo მოგესმით ანუ ამ მეს ანალოგი ქართულ ენაში არის აი ეს ასო м ანუ მქვია გქვია ჰქვია ხო ასევე არის ესა me llamo მქვია te llamas გქვია ხო ადვილია ხო აქედან გამომდინარე me llamo არის მქვია, უბრალოდ მქვია, არა მე მქვია, არამედ მქვია. და იქიდან გამომდინარე რომ ესპანელები როგორც თქვით უკვე საუბრისას თვითონ ამ ნაცვალსახელებს არ ხმარობენ, როგორც ეს, იმიტომ არ არის საჭირო ესპანურ ენაში. აქედან გამომდინარე თვითონ დიალოგის დროს იქნება ესეთი რაღაცა. Hola me llamo José. Hola, me llamo José. გამარჯობა, მქვია ხოსე. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ახლა პირველი საკმაოდ ვრცელი დიალოგი განვიხილოთ, უკვე რაც ვისწავლეთ და ამ დიალოგის პროცესშიც ერთი-ორი სიტყვა კიდევ ვისწავლოთ და ფრაზა. Hola, me llamo José. გამარჯობა, მქვია ხოსე. მე მქვია, ქართულად მე მქვიას ვიტყოდით და ესპანელები ამბობენ უბრალოდ მქვია, ხო? Hola, ¿qué tal? ¿Cómo te llamas? რეაქციაც ყურადღება ¿qué tal? კითხა ამან. მაგრამ ამ ¿qué tal-ზე შემდეგმა არაფერი არ უპასუხა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ¿qué tal? როგორც გითხარით უკვე ესეთი უნივერსალური ფრაზაა, რომელიც შეიძლება გამარჯობასაც ნიშნავდეს. პრინციპში და მასზე პასუხის გაცემა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ უთხრათ bien, კარგად ან რაღაცა ესეთი, მაგრამ როგორც წესი ¿qué tal? ესეთი ფრაზაა. ¿Cómo te llamas? რა გქვია? ¿Cómo te llamas? ¿Cómo არის როგორ? სიტყვასიტყვით რომ თარგმნოთ, ¿Cómo te llamas? იქნება როგორ იწოდები. ხო, ასე აყალიბებენ ესპანელები ამ ფრაზას რა გქვია. ¿Cómo te llamas? რა გქვია? María. ¿Eres española? Espaneli ხარ? Sí, დიახ. Soy madrileña. Madrideli ვარ. Hola, me llamo José. Hola, ¿qué tal? ¿Cómo te llamas? María. ¿Eres española? Sí, soy madrileña. ძალიან კარგი იქნება თუ ამ დიალოგს ზეპირად ისწავლეთ, იმიტომ რომ უკეთესია თუ მეგობარს ნახავთ ისეც, რომელიც ასევე დაინტერესებულია ესპანურის სწავლით და აი ამ დიალოგს რამდენჯერმე გაივლით ზეპირად ერთმანეთში. ჯერ ერთი იქნება მარია, მეორე ეს ადამიანი ხოსე, მერე პირიქით და ზოგადად ზეპირის სწავლა ბავშვობაში არც მე არ მიყვარდა არაფრის, მაგრამ საბოლოო ჯამში
მე პირადად არ ვიცი, ესე დასკვნამდე მივედი, რომ ზეპირად დიალოგების და ფრაზების სწავლა არის ყველაზე ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ გონებაში ჩაგიჯდეთ გარკვეული ფრაზები, იმისთვის, რომ შემდეგ აღარ ფიქრობდეთ იმას, რომელ პირში, რომელ დროში, როგორ ვიხმარო, ეს უკვე ჩამჯდარი ექნებათ თავში და იმაზე აღარ დაფიქრდებით უკვე. ეს გეცოდინებათ ფრაზა თავიდან, მეჯამო არის მემხვია, ქვია და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ აი ესეთი პატარა დიალოგი პირველი, რომელიც განვიხილეთ და დღევანდელი გაკვეთილიც ამით მთავრდება, აუცილებლად შევხვდებით კიდევ ერთმანეთს.